მოხუცებულს არ გავს, მაგრამ არც ახალგაზრდას. სადღაც შუაშია გაჭედილი ცხვირის შეცვლის მერე, მაინც ვუსურვებ წარმატებებს. მეც გისურვებ წარმატებებს, მე ვარ ახალგაზრდა, არ ვიცი რამდენად იცი სადამდე ახალგაზრდობის ასაკი და სადამდე არა, თუმცა ვარ ახალგაზრდა და ვგავდი ახალგაზრდას ცხვირის შეცვლამდე და ცხვირის შეცვლის მერე ძალიან პატარა და საყვარელი ვარ, შეხედე? ეს ჯაჯანა ვინ აჯანჯღარა ამდენი, ასე რომ გამოყდა ეს ბაბუაჩემის ხელა კაცი. რა საყვარელი თესლი ხარ ვიღაცა ხარ. ხატია, ამდენი კოსმეტიკა აქვს ნეტა ისიპარის შენ რომ გაგალამაზოს? აი იმაზე მეტი აქვს კიდე შენ რომ გაგალამაზოს. მოინდომა პოლიტიკური თემების განხილვა ბიჭმა. დათო ახინჯი ვარ რომ ღეროდეს, სულ მივიდა და მეთქვა რომ ახინჯი ხარ აბა არა? რაო ბაბულიკ, დაგინძ რა? სერიალიდანაც გისროლეს ხო ხედავ? ნუ ხო ალბათ რა ვიცი. იცი რა, შეიძლება იქნებ სერიალს დაენძრა მომენტ. პეკინესის ზაღს გავხარ, მიხატული ხალით, ვინ არის ეს ხატია. დიდის ამბით ყველა ჟურნალს რომ ახატია. ხაჭერს პეკინესი მყავდა ბავშვობაში, ძაღლი ბალონკასთან ნაჯვარი და ძალიან ლამაზი იყო, ძალიან მომწონდა და იმ თმის ფერი დღემდე მინდა დავიყენო, იმ ცუგას რო ქონდა და როგორ სასწაულად დებილი და თვითმაყოფილი ხარ. ხო ვარ ჯიგარი ზატო. რაო შე დაბოტოქსებულო შამანო. არ გამოგივიდა ჩაჩაჩა? ჩემი ხდის რო იქნები შეიძლება შენ ჩაიჯვა, იცი? მოდელი არა, ჩემი მოინდომა მოდელობა. ჰა. სასაცილოა. მე არ მომინდომები, ალბათ ესე ვისურვებდი, თუმცა არ მომინდომებია ესე ძალიან რაღაცნაირად. უბრალოდ ესე დაემთხვა ჩვენს გაჭირებულ 90-იანი წლების საქართველოში და რავი აბა. მოდელობა ალბათ ჯობია შენ. არ გაგიჭირდებოდა დიტოს როლის მორგება გეტყობა შენც ეგეთი ხარ. არა, მთლად ეგეთი ხარ ვარ, მაგრამ ვაფშე არ ვარ. ინტერესი. დაადე ოღონდ რა, ეხლა მამაჩემ რო წაგნახოს რო ვთქვი ტელევიზორში, აღარასდროს ხმას არ გამცემ.